ჩვენი ხელისუფლება ცდილობს შექმნას ირანთან რაღაცა ისეთი ბერკეტი, ბერკეტიც სერიოზული პოლიტიკური ვაჭრობის ბერკეტი იქნება დასავლეთთან. ჩემი აზრით ეს არის ილუზია. ჩვენ არა გვაქვს საზღვარი ირანთან. ეკონომიკური ურთიერთობები არის მინიმუმზე. ამის წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ პირიქით. მაქსიმუმი გახდეს. მაგრამ არანაირი რეალურად სოციალური ურთიერთობები, სამეცნიერო ურთიერთობები, რელიგიური ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობებიც კი არა გვაქვს. ამას ეხლა ვაშენებთ და ვცდილობთ, რომ შევქმნათ რაღაც ბერკეტი. ჩვენ ხელში გაჩნდეს ბერკეტი, რომელთა ჩვენ მერე ძალიან სერიოზული მოთამაშე გავხდებით ამ მიმართულებით ამერიკისთვის და ევროპისთვის. აი ამას ცდილობს ჩვენი ხელისუფლება და ამიტომ არის, რომ პრემიერ-მინისტრი დადიოდა იქ და პრეზიდენტის ჩაბზანდა ეხლა ამ გასვენებაში. ესაა მიზანი. აქ კითხვა უნდა დაისვა, შესაძლებელია საერთოდ თეორიულადაც კი რაიმე ბერკეტის შექმნა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, თქვა, დასავლეთთან პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ვერანაირ ბერკეტს ჩვენ ირანთან მიმართებაში ვერ შევქმნით. არ არის პრინციპში ეხლა არაფერი ხელშესახები, სერიოზულად ხელშესახები, რომ აქ რაიმე ბერკეტი წარმოიქმნას. აზერბაიჯანის სხვა სიტუაცია, აი ნასოსოვო არის ესეთი აეროპორტი აზერბაიჯანში. სამხედრო აეროპორტი საბჭოთა დროიდან, იმიტომ ქვია ნასოსოვო, რომელსაც იყენებდა რეალურად ისრაელი იყენებდა თავის თვითმფრინავებისთვის. აი ამ ომის დროს. ანუ აზერბაიჯანი ისრაელთანაც ცდილობს, რომ ყველაფერი აწყობილი კონდეს და ირანთანაც ცდილობს, რომ არ გაიფუჭოს. ჩვენ რა ბერკეტი უნდა შევქმნათ? ირანი გამოგვიყენებს სამხედრო თვალსაზრისით? ვერა. დასავლეთისთვის შეიძლება ვიყოთ საინტერესო სამხედრო თვალსაზრისით აი ამ კუთხით, თქვათ, მაგრამ არა ირანისთვის. ასე რომ, აი ესეთი ბერკეტის შექმნა ჩემი აზრით ილუზიაა, მაგრამ სხვათა შორის ზუსტად იგივე ხდება, როდესაც ესენი დადიან შუა აზიის რესპუბლიკებში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. თურქმენეთი იქნება, ტაჯიკეთი იქნება, ყირგიზეთი იქნება, ყაზახეთი იქნება, ესენი იქაც ცდილობენ, რომ შექმნან რაღაცა ბერკეტი, რომელი ბერკეტიც გამოადგებათ გავლენის გასაძლიერებლად ან გავლენის მოსაპოვებლად ევროპასთან და ამერიკასთან. ეს ჩემი აზრით მთლად ორმაგი ილუზიაა. ესენი რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ, შემდეგ უკვე ჩინეთი შემოდის. დღემდე რუსეთი დომინანტია იქ, მაგრამ ჩინეთიც შემოვიდა, ძალიან სერიოზულად შემოიჭრა და ჩინეთის სწორედ დომინანტობას ედავება რუსეთს, მაგრამ ამერიკა შეიჭრა ამ რეგიონებში ძალიან აქტიურად. და ეხლა ჩვენ ვცდილობთ იქ გავჩნდეთ და აი რა ბერკეტი უნდა შევქმნათ. რა ბერკეტი შეიძლება ჩვენ შევქმნათ? ჩემთვის ეს წარმოუდგენელი ხე შეიძლება ჩემი გონება ამას ვერ წდება და კობახიძის თავრობის გონება გაწვდა ბოლომდე და ღმერთმა დალოცოს გააკეთოს სტაჟს დაუკრავთ. მე ვამბობ, რომ ეს აბსოლუტური აბსურდია იმის ფიქრი, რომ შუა აზიის რესპუბლიკებში ჩვენ რაღაც ბერკეტს შევქმნით, რომელიც ჩვენ გავლენებში ჩვენი გავლენების გასაძლიერებლად გამოგვადგება ევროპასა თუ ამერიკაში, ის კი არა ირანშიც ვერ შევქმნით ესეთ ბერკეტს, ეს ფუჭი ქმედებებია, მაგრამ ხელისუფლებას აქვს თავის პოზიცია, პოლიტიკა და აწარმოებს და კი ბატონო დაველოდოთ და აგერ შედეგებს დავინახავთ. რომ შევეცადოთ ანალიზს, ერთის მხრივ მიდის საუბარი იმაზე, რომ ავაშენოთ ახალი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, დავიწყოთ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან. 4 ივლისს ხდება აი ამ ძირითადი ფრაზების გაჟღერება კობახიძის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიღებაზე და ამავდროულად პარალელურ რეჟიმში პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი არის თეირანში ჩასული, სადაც მიდის სამგლოვიარო პროცესი და არის კანდიდატურა, რომ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და ტრამპი არის პერსონალურ სამიზნედ. ეს ვერ შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკასთან. ვერ შეუწყობს ხელს. აზერბაიჯანში ცხოვრობს დაახლოებით 10 მილიონი აზერბაიჯანელი და 16 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში. ეს მინიმალური ციფრია, იმიტომ რომ სხვა შეფასებით 25 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში. მაგრამ შერეული ოჯახებია ძალიან დიდი და შერეული ოჯახების გათვალისწინებით სახელდება ციფრი 45 მილიონი და 50 მილიონი. ეს ნახევარზე მეტია, მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ირანის მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ეს არის ან თავად აზერბაიჯანელი ეთნიკურად, ან დედა ყავს, ან ცოლი ყავს აზერბაიჯანელი, ანუ შერეული ოჯახებია და ბუნებრივია, რომ აზერბაიჯანსაც აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და იქ ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაზე დიდი მცდელობა ირანისა საერთოდ კავკასიაში, საქართველოში და სომხეთში დაესახლებინა ირანული მოდგმის ხალხი და აქედან
ქართველები მთლიანად გადაესახლებინა და სომხები სომხეთიდან, ეს იყო აბას პირველის დროს. მაშინ გიორგი სააკაძემ იხსნა საქართველოც და იხსნა სომხეთიც, ამას თავად სომხეთი ავტორები აღიარებენ. სომხების რაოდენობა, გადასახლებულ სომეხთა რაოდენობა აღემატებოდა ქართველების რაოდენობას და მათ შექმნეს ირანში ეგრეთ წოდებული სომხური სავაჭრო სისტემა, რომელსაც მიესალმებოდა ირანის სახელმწიფო. ეს სისტემა განვითარდა, დღემდე არსებობს. სომხები საერთოდ ყველაზე სერიოზული ვაჭრები არიან ირანში და მეტი უნდა გითხრათ, რომ საქართველოშიც იგივე ხდებოდა. ქართველი მეფეები ხშირად ასახლებდნენ სომხებს სომხეთიდან საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით, ვაჭრობა არ გვეხერხებოდა. და სომეხი ვაჭრები ჩამოყავდათ, აქ ასახლებდნენ, რომ მათ ვაჭრობა განევითარებინათ. და ამ ქსელმა, სომხურმა სავაჭრო ქსელმა ირანის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და შეაქვს დღესაც. და როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, პირველ რიგში სომხეთს და ირანს შორის ეს სავაჭრო ურთიერთობები ძალიან გაღრმავდა და ხარისხობრივად აიწია დონემ. და სომხეთს ჰქონდა პრეტენზია, რომ მე უნდა ვიყო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ირანის ექსკლუზიური წარმომადგენელიო. ეს უნდოდა სომხეთს, რომ ექსკლუზიური წარმომადგენელი ყოფილიყო. თავარი ისაა, რომ ყველა სომხეთის პირველი პირი მთელი ამ 35 წლის განმავლობაში, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, სულ ამას ლაპარაკობდა, რომ სტრატეგიული ურთიერთობები ირანს და სომხეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები, ჩვენ ვართ მათი წარმომადგენლები, სავაჭრო ურთიერთობები, ყველაფერი ვაჭრობაზე იყო აგებული. ამ ვითარებაში პაშინიანის ახალი იდეოლოგია, როდესაც ის ცდილობს ზანგეზურის დერეფანი შექმნას აზერბაიჯანთან ერთად, ეს დერეფანი პარალელურად არის ირანის საზღვარი, იქით ირანის ხარეს ასეთი დერეფანი უკვე არსებობს, ფუნქციონირებს და ესენი ქმნიან აქეთ ხარეს პარალელურ დერეფანს, ტრამპის დერეფანს უწოდებენ ასევე მას. ბუნებრივია ძალიან გაღიზიანებულია ირანი, ეს მის ინტერესებში არ შედის, ძალიან დაიძაბა სომხურ-ირანული ურთიერთობები და პაშინიანი იქ ჩადის, იმიტომ რომ დაამტკიცოს, რომ არა, ჩვენ ისევ ის პარტნიორები ვართ. გასაგებია, რომ ირანსაც ესმის ყველაფერი, მაგრამ ეს ამერიკის თანხმობით ხდება. ამერიკეულობა ჩადი, დაამტკიცე, რომ თქვენ ისევ ის მეგობრები ხართ.